იცოდით, რომ აჭარაში დგას ყველაზე დიდი ქართულ ბერძნული კულტურის სახლი. არ იცოდით და არც ხართ ნამყოფი, ამიტომ ახლა ყველაფერი უნდა გაჩვენოთ და მოგიყვეთ. ეს არის დაგვის კულტურის სახლი. ერთ დროს ყველაზე ხალხმრავალი და ხალისიანი თავშეყრის ადგილი აჭარაში, რომელიც 11 წლის განმავლობაში შენდებოდა. ეს შენობა არის ქართულ ბერძნულ კულტურის გაერთიანების სიმბოლო. აქ ნახავთ ბერძნულ აკროპოლისულ ელემენტებსაც, სვეტები, მასიური ფასადი და უნიკალური არქიტექტურა. ეს ადგილი ერთ დროს სიცოცხლით იყო სავსე. 650 კაცზე გათვლილი დარბაზი, კონცერტები, სპექტაკლები. ეს არის ამ შენობის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი დარბაზი, სადაც ეტეოდა 650 კაცამდე. ადგილობრივები ყვებიან, რომ ინდური ფილმების დროს აქ იმდენი ხალხი იყო, რომ ნემსიც კი ვერ ჩავარდებოდა. ეს იყო სოფლის მთავარი კულტურის ცენტრი, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები სწავლობდნენ მუსიკას, ცეკვას, ხატვას, სადაც ბერძნები და ქართველები ერთად იკრიბებოდნენ. სამწუხაროდ 90-იანების შემდეგ შენობა ნელ-ნელა მიივიწყეს, მაგრამ მისი სული მაინც ცოცხალია. პირველი რაც აქედან გაქრა იყო წითელი ხავერდის ფარდები, შემდეგ გაქრა ჭაღები, სკამები, იატაკიც კი. დღეს შენობა ნახევრად მიტოვებულია, თუმცა მასში ჯერ კიდევ იგრძნობა ძველი აჭარის ისტორიის სუნთქვა. ადგილობრივები ელიან, რომ ერთ დღეს ეს ადგილი აღდგება და ისევ გაცოცხლდება. და სანამ ეს მოხდება, ეს არის უნიკალური შანსი თქვენთვის მოგზაურობისთვის, რომ ნახოთ დროის გაჩერებული მონუმენტი, გადაიღოთ საოცარი ფოტოები და შეეხოთ ისტორიას, რომელიც მალე შეიძლება საერთოდ გაქრეს. ეს არის უნიკალური ქართულ ბერძნული მონუმენტი, რომელიც გელოდება სოფელ დაგვაში.